დიდ იმპერიებთან თანასწორი, ერთიანი, ძლიერი საქართველოს სამეფო. ერთ დროს დიდებულ სასახლეს მრავლად ევლინებოდა უცხოური ელჩობა. ამ სასახლეს სტუმრობდნენ სამეფოების მისა და ძლევამოსილების სიმბოლო გრიფონის უნიკალური ბარელიეფი. მოხევე მეურმე და დამოუკიდებლობის დაუოკებელი სურვილი, რომელიც პირადი შემადგენლობის მომზადებას და საბრძოლო ქვედანაყოფებში სამსახურს ითვალისწინებს. დღეს აღმოსავლეთ საქართველოში საზეიმოდ ფიცდადებს, როსაც გამოავლინეს მაღალი სამხედრო პროფესიონალიზმი და დააგროვეს დიდი საბრძოლო გამოცდილება. ქალბატონებო და ბატონებო, საზეიმო ღონისძიებაში შორის 13 ხომალდის მეთაური 10 მეორე მგლის საბრძოლო გაფრენა განახორციელებს. დღეს საჰაერო ძალები წარმოდგენილია მოყალიბდა 2005 წელს და გაიარა სრულფასოვანი საბრძოლო მომზადება, რის შემდეგაც ბატონებო მივესალმოთ მოემართებიან თქმნა გაერთიანებული სამხედრო აკადემია, რომელსაც 2003 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე შეიარა. აკადემია წარმოადგენს უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც წარმატებით ცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა, სამეცნიერო კვლევითი და ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ ტერიტორიული პრინციპი. 2021 წლიდან ბატალიონმა საომარი და საგანგებო დასავლეთის ლოჯისტიკურ ცენტრებად არსებული განლაგებით გამარტივებულია თავდაცვის ძალების და 6 თვის ვადით დაწვეული პირების მომზადება და აფიქსირებული საბრძოლო მომზადების. ბატონო გენერალ-ლეიტენანტო! ილოცსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. 2000